კავშირში ვიცოდი რომ დღეს იქნება თქონდა ძალიან გამიხარდა რომ აღმოჩნდა ფიში ახლა ისეთი სიცხეა შეგიძლია აუში წავიდე ეს ყველა ძალიან გაგვიჭირდა ესე ბარდიმს და თქვენთანაც შანს ძალიან ლამაზია წვრილად არის თუ დადებთ და ძალიან გამიხარდებოდა რადგან ვიგუნდავებდი გუნდობა არ გამომივიდა მაგრამ აპრილის თხოვნიან კრაკოვში სეირნობა სახალისო გამოდგა მაგრამ სანამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაჩვენებ, მოდი ჯერ ჩემს სასტუმროში შეგახედებ. ვევალ ახლა კრაკოვში ძალიან ლამაზ სასტუმროში, სადაც არის ახლა ბაღების კუთხე და ვაწყო ხაზი. ერთ-ერთი კუთხე არის. აი ეს ყველი ძაღლია და კრაკოვში და არის დინოზავრი. ქვევით ფარგლებია და რამდენიმე გოლი გასაფრთხოებელიც არის. და თუ საფრთხეში ჩამოხვდეთ და ბავშვები ისევე რაღაც გაერთოვით. აქ არის ასევე სარდალები. რადგან საუბარი საჭმელზე ჩამოვარდა, მოდი ადგილობრივი პოლონური კერძები დავაგემოვნოთ. მე ყველაზე მეტად პოლონური პიროგები მომეწონა. ეს ჟურეკიც ძალიან გემრიელი იყო. დავაგემოვნე ბიგოსიც, რომელიც მჟავე კომბოსტოთი ხორცით და ჩირით მზადდება. ბოლოს კი გავიყავი ბაქეთრონაუსში და რომ ჭამდია ჰეპინულში სხვათა შორის ორი ეს ამბობილი და დაკვრილი მაქვს სტიკერები აქ იყო რაღაცები დახატული და ეს სტიკერი დაგეწებია კიდევ აქ გეპოვა სათამაშოა ეს დაგეპოვა და ძალიან მომეწონა და კიდევ იყო ასე წყობები და ჩაგეცოთ აჯილებისთვის და ის ჩავაცვიახეთ მხარე რაც არის და აქეთაც და ძალიან მომეწონა სიმართლე ვითხრა. კრაკოვში ვარშავიდან მატარებლით ჩამოვედი. რკინიგზის სადგურიდან ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში შედიხარ. ახლა ვერ მაღაზიაში დედაჩემმა უნდა იყიდას ფეხსაცმელი და ვიფიქრე დროს გავიყვანი თქვენთან ვიდეოს ჩაწერით. და ძალიან მომწონს ანუ აქ არანაირი ფეხსაცმელია, მაგრამ ძალიან დაკლელია. შოპინგი არ მიყვარს. ამიტომ მაღაზიებში სიარული მე ასე ძალიან მგლის. რო აქედან სასწრაფოდ გავედეთ და კრაკოვის ულამაზეს ქუჩებში დავეკარგოთ. ასე სიმღერით მივოდექი ქალაქის უძველეს ციხესიმაგრეს ბარბიკენს. ეს კი წმინდა ფლორიანის კარიბჭეა, საიდანაც კრაკოვის ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ფლორიანსკა იწყება. ამ ქუჩიდან ამ ულამაზესი მოედნისკენ გადავინაცვლებ. გაზრის მოედანი კრაკოვში შუა საუკუნეებში აშენდა. ძალიან ლამაზი მოედანია. ასევე ძალიან ლამაზი ძეგლი დგას და ძალიან მომწონს. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეს ულამაზესი ტაძარია, წმინდა მარიამის ბაზილიკა. ტაძრის მოედნიდან დაახლოებით 20 წუთი ვიარე ფეხით, რომ ვაველის ციხესასახლემდე მიმეღწია, საიდანაც ასეთი ულამაზესი ხედები იშლება. ამჯერ
გადოსმის სანახაობის შემდეგ ძალიან სევდიან ადგილებში აღმოჩნდი. ცარიელის კამები კრაკოვის გეტოს გმირების მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დროს დახოცილი ებრაელების ხსოვნას ეძღვნება. იქვეა შინდლერის ქარხანა, სადაც როგორც დედა მითხრა, ომის დროს ძალიან ბევრი ებრაელი გადაარჩინა სიკვდილისგან ქარხნის დირექტორმა. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ფაშისტებს ან რკინიგზით შეყავდათ დასახოცად განწირული ებრაელები. აქ დღემდეა შემორჩენილი გაზის კამერების ნანგრევები, სადაც ადამიანებს ხოცავდნენ. მე ვიყავი საკონცენტრაციო ბანაკში უკვე და ძალიან არ მომეწონა. პირველი მუზეუმი იყო, რომელიც საერთოდ არ მომწონებია, რადგან ძალიან ისეთები არის ძალიან რამბანო ისეთია რა, როი ნაღვლიანი ისე თქვაზე და ბავშვებს არ გირჩევთ აფროსო. გონი მეც არ უნდა მოსულიყო, მაგრამ მაინც მოვედი. რამდენიმე ბავშვი იყო ჩემზე პატარები, მაგრამ ალბათ იმათაც არ მოწონებია. ამას არ გირჩევთ. ნახო, ჩამოვედი მროცლავში და ვნახულობ ახლა ჯუჯებს ერთ-ერთ გაჩვენებ. წამოდით. მროცლავი ჯუჯების ამბავს უკვე მომდევნო ეპიზოდში გაჩვენებთ.